ბზობა, ბაიაობა, იგივე. ბზობის კვირა. რას ნიშნავს? ბზობის კვირა, ანუ ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ეს არის უკანასკნელი ბოლო კვირა აღდგომის წინ. 1-12 საუფლო დღესასწაულთაგანია დამკვიდრებულია მეოთხე საუკუნიდან. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გამოცემულია იესო ქრისტეს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად შესვლა. მოსახლეობა იესოს ზეიმით შეეგება. ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოს უგებდა, ზოგი პალმის ტოტს ბაიას უფენდა, თან ოსანას შეძახოდნენ. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ეს იგივე ხალხი, ვისაც ახლა ადიდებს და იგებება ასე უფლის დიდების შემოსვლას იერუსალიმში, უფენენ თავის სამოსებს და პალმის ტოტებს, რამდენიმე დღის შემდეგ პილატესთან იქნებიან და იტყვიან ჯვარსაცვი, ჯვარსაცვი. კარგით, რატომ იწოდება ბზობა? საქართველოში პალმის ტოტების ნაცვლად ბზა გამოიყენებოდა. და ამიტომ ეს დღესასწაული, ესე იგი, ამ დღესასწაულს ქვია ბზობა. ბზის რტოები კურთხეულია ეკლესიაში, როგორც სიმბოლო უკვდავების მარადიული სიცოცხლისა და ღვთის გამარჯვებისა ბოროტებაზე, ხო? სულიერი შინაარსი ბზობის დღესასწაულის რა არის? ბზობის დღესასწაული არის, ესე იგი, მიღება მეფისა, მაგრამ სიმდაბლით, დასაწყისი წმინდა ვნების გზისა, გამოჩენა ქრისტეს დიდებისა, მაგრამ არა როგორც ძალადობის, არამედ როგორც სიყვარულის ძალისა. ეხლა ძალიან მოკლედ თუ რას ამბობდნენ წმინდა მამათა სწავლება, თქვათ, ამ შესვლის შესახებ. წმინდა იოანე ოქროპირი თავის შრომებში გვიხსენებს, რომ ეს შესვლა არ იყო უბრალოდ საზეიმო მოვლენა, არამედ ღრმა სულიერი ამბავი, იესო ქრისტეს მეფობის გამოვლინება, როგორც ჭეშმარიტი და უკვდავი მეფისა. იესო მოდის არა ხმლითა და ძალით, არამედ სიმდაბლითა და სიყვარულით. სახედარი, რომელზეც ის შემოდის, არის სიმდაბლის ნიშანი, წმინდა ზაქარიას წინასწარმეტყველების დასტური. ზაქარია 9:9. და ასე არის, რომ ჩვენც უფალო უნდა მიბაძოთ უფალ იესო ქრისტეს, ის მოვიდა და გვაჩვენა თუ მოგცა მაგალითი ჩვენ სიმდაბლისა და სიყვარულისა. და ღმერთმა მოგცეთ ჩვენ სულ ყველას მეტი სიყვარული, მეტი სიმდაბლე და გასტავარია ქრისტეს მიერ ერთგულნი ვიყოთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. დიდი მადლობა, გაიხარეთ. მამა ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, იყავნება შენი, ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანას აწედა, პური ჩვენი არსობიცა მომეც ჩვენ
ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთან ნამდვილთან მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენგან სასწრაფსა არამედ მიხსენ ჩვენ Thank you.